საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 1933 წელს დაიბადა. მისი ერისკაცობის სახელი ირაკლი შიოლაშვილია, სასულიერო ცხოვრება კი სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. 24 წლის ბერად აღიკვეცა და სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სახელი ილია მეორე. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ილია მეორემ სასულიერო იერარქიის ყველა საფეხური გაიარა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა. მისი სასულიერო ცხოვრების ახალი ეტაპი 1977 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-12 კრება გაიმართა. სწორედ ამ შეკრებაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ტახტის ახალი საჭეთ მყრობელი უნდა აერჩიათ. მე-12 საეკლესიო კრებას სულ 45 დელეგატი დაესწრო და ყველა მათგანმა ერთხმად დაუჭირა მხარი 44 წლის მიტროპოლიტის პატრიარქობას. ზუსტად ორ დღეში კი სვეტიცხოვლის ტაძარში, იქ სადაც ისტორიულად საქართველოს პატრიარქები მუდამ ეკურთხებოდნენ, ილია მეორის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა. შესაბამისად 48 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სრულიად ახალი ერა დაიწყო. განსაკუთრებული არის ილია მეორის წვლილი ახალი ეკლესია მონასტრების მშენებლობაში, არსებული ტაძრების აღდგენაში, ეპარქიების სასულიერო პირებისა და მრევლის ზრდაში და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებაში. შეხება უშუალოდ ინტრონიზაციის ცერემონიას, ამ პროცესს ესწრებოდნენ იერარქიის მაღალი სასულიერო პირები, თუმცა საბჭოთა ხელისუფლება სვეტიცხოველში არ უშობდა მოქალაქეებს, მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე მოქალაქეებს რთავდნენ ეკლესიაში შესვლის უფლებას. ამის მიუხედავად ხალხის ტალღა მაინც გაარღვია, მილიცელების ცოცხალი კორდონი და სვეტიცხოველი ხალხით გაივსო. ამ დღეს საქართველოს 151 და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქმა სვეტიცხოველში შეკრებილ ხალხს ქადაგებით პირველად მიმართა და შემდეგი სიტყვებით, რომ ის საკუთარი მხრებით ზიდავდა ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას. 1977 წლისთვის საქართველოში მაშინ მხოლოდ 40-მდე ეკლესია მოქმედებდა და მათ 6 მღვდელმთავარი ხელმძღვანელობდა, სამღვდელობა იდევნებოდა, დაკეტილი იყო ალავერდი, ანჩისხატი, გელათი და როგორც უკვე გითხარით, კათოლიკოს პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი არის ეკლესია მონასტრების და ეპარქიების რაოდენობის ზრდაში. ახალი ტაძრების მშენებლობა, ეპარქიების სასულიერო პირებისა და მრევლის ზრდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენა, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დაარსება, თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლიის გამოცემა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება, არაერთი საქველმოქმედო ფონდის შექმნა. ეს ილია მეორის სახელთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების და ფაქტების მხოლოდ არასასრული ჩამონათვალი არის. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი როლი ქვეყნის ავტოკეფალიის აღდგენაში. იმიტომ რომ მთავარი პრობლემა თითქმის 17 საუკუნის ისტორიის მქონე ქართული ეკლესიისთვის იყო ის, რომ რუსეთს ავტოკეფალია გაუქმებული ჰქონდა. ილია მეორემ ქართულ მეცნიერებთან ერთად ისტორიული წყაროების მოძიება დაიწყო, ათონის მთიდან დოკუმენტები ჩამოიტანა და მსოფლიო საპატრიარქოს წარუდგინა. თავდაპირველად მსოფლიო პატრიარქი დაეთანხმა საქართველოსთვის ავტოკეფალია მიეცა, თუმცა ილია მეორის მოთხოვნა იყო, რომ ავტოკეფალია არა მინიჭებოდა, არამედ ავტოკეფალიის აღდგენა მომხდარიყო, რაც ხაზს უსვამდა ქართული ეკლესიის მრავალ საუკუნოვან ისტორიას. საბოლოოდ 13 წლის შემდეგ 1990 წელს კონსტანტინოპოლმა სპეციალური სიგელი დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და ის აღდგენილად გამოაცხადა. განსაკუთრებული იყო ილია მეორის მოღვაწეობა საზოგადო ცხოვრებაში, აქტიურად იყო ჩართული საზოგადო აქტივობებში, ჩადიოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ხვდებოდა ხალხს და საპატრიარქოში ყოველკვირეულად მასპინძლობდა ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო სამეცნიერო წრეს. 1978 წელს ქართული ენის დაცვის მოტივით რუსთაველის გამზირზე სტუდენტების გვერდით იდგა და იმ პერიოდში თითქოს და შემთხვევით საპატრიარქოს შენობას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწყო. 1982 წელს საბჭოთა ხელისუფლება ილია მეორეს აიძულებდა, რომ გადამდგარიყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ილია მეორე 9 აპრილს იმყოფებოდა ასევე რუსთაველის გამზირზე. უკვე საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა გაუქმებული ეკლესია მონასტრების აღდგენა აქტიურად დაიწყო. ამ პერიოდში შესამჩნევლად გაიზარდა სასულიერო პირების ეკლესია მონასტრების ეპარქიების რაოდენობა, მრევლის რაოდენობა, იმატა ეკლესიებში ხალხის რაოდენობა, აშენდა სამების საკათედრო ტაძარი, პატრიარქის ასევე განსაკუთრებული წვლილი დაღვაწლი არის ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობით მიმართულებით 2007 წლიდან სწორედ ილია მეორის ინიციატივით დაიწყო უკვე საყოველთაო ნათლობის ცერემონიების გამართვა. 2008 წელს კი მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსული აგრესიას უმკლავდებოდა, საპატრიარქო მცხინვალის მიმდებარე სოფლებში შესვლის უფლება მოიპოვა
მოჰყვა სწორედ 16 აგვისტოს 75 წლის პატრიარქის ფრონტის ხაზთან ჩასვლას არ ჰქონია მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა, სასულიერო პირებმა გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვენება შეძლეს, რომელთა გადმოცემაზეც მანამდე საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობდა. საოკუპაციო ზოლს პატრიარქი მეორედ უკვე ომიდან 7 წლის შემდეგ ესტუმრა. მნიშვნელოვანი არის ილია მეორის ღვაწლი ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით უკვე 2010 წლიდან პატრიარქი წმინდა სინოდის განჩინებით მცხეთა თბილისის ეპარქიასთან ერთად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა, რითაც ხაზი გაასვა აფხაზეთის როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის. ილია მეორის პატრიარქობის 59 წლის თავზე საქართველოში უკვე 2000-ზე მეტი ეკლესია მონასტერი მოქმედებს და 3000-ზე მეტი სასულიერო პირია. ეპარქიების რაოდენობა 15-დან უკვე 46-მდე არის გაზრდილი. 2008 წლის შემდეგ გაიმართა უკვე 70-ზე მეტი საყოველთაო ნათლობა და კათოლიკოს პატრიარქმა მონათლა 50,000-ზე მეტი ბავშვი. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ილია მეორე იყო ყველაზე დიდხანს საპატრიარქო ტახტის საჭეთ მყრობელი. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის, მთელი ეპოქა შექმნა, შევიძინეთ ზეციერი მფარველი ეს სიტყვები რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქო ტახტის მოხსაყდრემ მეუფე შიომ თქვა კავკასიის მედიცინის ცენტრთან, სადაც გამთენიისა შეიყვანეს კათოლიკოს პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო.